მიქაუტაძე ნელ-ნელა საოცარ ფორმაში შედის და ვილიარეალში ადაპტაცია უკვე სრულად გაიარა. ლუის ენრიკემ ჰანსი ფლიკს საჭადრაკო პარტია ძალიან დამაჯერებლად მოუგო. და დიეგო სიმეონემ უქმეებზე მადრიდულ დერბიში ისეთი რამ გვაჩვენა, რაც აქამდე მის შესრულებით არ გვინახავს. დღეს ძალიან ცხელი ვიდეო გელოდებათ, ბევრი საინტერესო დეტალი თქვენ რო გიყვართ ისეთი და ბოლომდე უყურეთ ვიდეოს ბოლოსკენ ჟორჟზე და ვილიარეალზე ცალკე მექნება დეტალურად საუბარი. რა თქმა უნდა, გათამაშებაც ჩვენთან არის, რომელსაც დასკვნის ნაწილში შემოგთავაზებთ, ახლა უკვე დროულად გადავიდეთ ტაქტიკურ ნაწილზე. დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ Crystal Sports YouTube არხი, დაწერეთ კომენტარები და დავიწყეთ. დავიწყოთ მთავარი ცხელი თემით. Paris Saint-Germain ესტუმრა ბარსელონას, თავდასხმაში ყველა ლიდერი აკლდათ პარიზელებს და არ ვიცი, ალბათ მათი თავგადაკლული კომაგებიც ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, თუმცა ლუის ენრიკემ ტაქტიკური მასტერკლასი შემოგთავაზა. მე პირადად სრული შოკი მქონდა და სანამ მეორედ არ უყურე მატჩის ჩანაწერს, 7-დან წყნარად, იქამდე ვერ მივხვდი რა მოხდა და რა და როგორ მოუგო ბარსას. მოდი ახლა ჯერ ვიტყვი წლევანდელი სეზონის ბარსელონას ბევრი კომენტარი იყო და თქვენგანი ითხოვდა რომ ფლიკის გუნდს შევხებოდი და რაც შარშანდელი სეზონისგან ისწავლა შეცვალა პირველ ლიგში, ნიუკასლთან შეხვედრაში ვნახეთ ეს ყველაფერი, გახსოვთ ალბათ ინტერთან ცნობილი მომენტი, როცა იამალმა დრო არ გაიყვანა და დაარტყა და შემდეგ ის ტკივნეული გოლი გაუშვეს აჩერბისგან. ეგეთი რაღაცები ამ სეზონში როგორც ჩანს ფლიკმა მოკლა გამოირიცხა უკვე, იმიტომ რომ როცა 2-1 გახადა ნიუკასლმა, კადრებსაც ხედავთ, ყველას ეგონა რომ თავზე დააჯდებოდა ბოლო 7 წუთი დამატებული და ამ შემდეგ, აი ესეთ რაღაცებს შვებოდა ბარსელონა, დრო გაყავდა ამ ბურთის იქეთ-აქეთ გორაობით და ის აგრესიული სტილი, რომელიც ფლიქს ჰქონდა, ბოლომდე რო კლავდნენ მეტოქეს, ეგ ნიუკასლთან არ გამოუყენებია და ეგ აშკარად ჩანს, რომ უკვე მაგაზე იმუშავეს. იმიტომ რომ ძალიან უხეში შეცდომა იყო ეგ შარშანდელ სეზონში. რაც უცვლელი არის ამათვის პრობლემა, ეგ Paris Saint-Germain-თანაც ვიხილეთ, ნიუკასლთანაც მარცხენა ფლანგი არის დაცვის, თუ ბალდე საუკეთესო ფორმაში არ არის, იქედან ორ პირიქ არის უბერავს რა. ხერად მარტინი არ არის ცუდი ფეხბურთელი, წელს პროგრესიც აქვს, მაგრამ ამ ამპლუით უფრო ცენტრალური მცველია, აღნაგობიდან გამომდინარე, ფლანგზე ეგ კაცი არ უნდა იდგეს, დიდია ძალიან და ტლანქია. და აქაც ხედავთ, ელანგამ რა დღეში ჩააგდო იგივე ნიუკასლთან, სულ ორი მომენტი შექმნა რეალური ნიუკასლმა გოლის გარდა და ორივეჯერ მარტინის ფრთა ჩავარდა. და შეტევაშიც უკვე Paris Saint-Germain-თან კადრი მინდა განახოთ, აი კარგად ჩანს, იდეალური შეტევა იყო, გათამაშებული ქუსლით და სისწრაფე არ იყო, ტიპს ელემენტარულად რვასულიყო რა. ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, რომელიმე პრინციპულ შეხვედრაში ისევ დანაკლისი იქნება, ვიღაცა დაიმტრევა და კიდე წააგებენ შემადგენლობას სიღრმე რომ ამათი პრობლემა არის, ამას ისევ დაუბრუნდები. ახლა უკვე გადავიდეთ დეტალურად თვითონ Paris Saint-Germain-მა რა დამართა ბარსელონას და როგორ. სად გაშიფრა ლუის ენრიკემ ფლიკის ტაქტიკა და როგორ მოუგო ბარსას დეტალები მინდა ახლა განახოთ. ძალიან კარგად იცნობს ენრიკე ბარსელონას, იქაურია და ასე შემდეგ და მათი დაპირისპირება უფრო კლოპი გვარდიოლას ჯახს მაგონებდა სტილიდან გამომდინარე რა. პირველ ლიგში მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა, სისწრაფეში დაჯაბნა და აქედან მოუგო პირველ ლიგში თამაში. ლუის ენრიკე ბურთს ხომ მაგრად იჭერენ ცენტრში და ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ გაცილებით სწრაფად გადადიოდა შეტევაზე Paris Saint-Germain და ასევე პრესინგზეც უფრო სწრაფად ადიოდა. ესეში და უფრო მაგრად თამაშობდა ზოგადად პრესინგს, მაგადებსაც შემდეგ განახებდა. მენდეშმა და ჰაკემი მითამაშეს გადამწყვეტი როლი ამ თამაშში, ორი განაპირა მცველი, ბალდეს არყოფნაში განსაკუთრებით დაეტყო ბარსას სისწრაფეში ჩამორჩენა, კუნდეს სადმე დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ არის ეგეთი სწრაფი, როგორც ჰაკემი და მენდეში. ტიპები არიან რეაქტიულები უბრალოდ დაქრიან. ბარკოლაზე და ბავშვებზე აღარ მაქვს საუბარი, იმათაც საოცრად ითამაშეს, ფიზიკურად აჯობეს, რაც თავარია, რაც ასევე ფლიკმა აღნიშნა მატჩის შემდეგ, რომ მეორე ტაიმში დავიღალეთ და წავაგეთო და არ ვართ ჯერ პარიზელების დონეზეო, პირდაპირ აღიარა პატიოსნად, მისასალმებელი არის და მართლა ეგრეა რა, 4 ლიდერი აკლდა გუნდს და ამის ფონზე კოლოსალურად აჯობა ტაქტიკურად და ფიზიკურად. და რაც თავარია, პრესინგზე როგორ თამამად დადიოდა, აი კადრი მინდა განახოთ, ჰაკიმი, მარჯვენა მცველი, რომელსაც რაშფორდი ყავს თავისდაცილად ასაყვანი, რომელიც ასევე ძალიან მაგარ ფორმაშია. და ტიპი მაინც ასე თამამად ადიოდა პრესინგზე. თან ამას აკეთებდა შედეგიანად და ნაყოფიერად, ისე კი არა რაღაც ტყუილად დადიოდა და მერე ზონა რჩებოდა. და სხვათა შორის ამ ზონას ილია ზაბარნი, ძალიან მაგარი ტრანსფერი პარიზელების, მარკინიოს იდეალურად შესრულს ეს კაცი, აზღვევდა მაგრად მარჯვენა მცველის პოზიციას და ზუსტად შარშანდელი ვიდეოები თუ გახსოვთ როცხრიანის, სწორედ ეს პრობლემა იყო PSG-ში, ეს სივრცე იყო პრობლემატური რა.
იმიტომ რომ დაზღვევას მარკინიოსი ხშირად ვერ ახდენდა, ასაკშია და ნელია და ჰაკიმი რო წინ ადიოდა, თუ უკვე არა ფლანგიდან არ ეხმარებოდა და მარცხნივ იდგა ხვიჩა, იქედან დუე და ბარკოლა ვერ ახდენდნენ გადაზღვევას, ასე ვთქვათ რა და თუ რაიმე შეექმნა სახიფათო მომენტი პარის სენ-ჟერმენს, აქედან ექნებოდა. ამჯერად გაუცებული დარჩი ზაბარნიმ რამაგრად დააზღვია, ნუ რამდენჯერმე კი აჯობა რაშფორდმა, მაგრამ ჯამში უკრაინელმა ითამაშა დიდებულად. და ნუ ჰაკიმი ჩემი აზრით მენდეში რომელი იყო MVP შეხვედრის გამიჭირდება თქმა, ნუ მენდეში დაასახელეს, მაგრამ ნუ ჰაკიმისაც საოცარი თამაში ჰქონდა. მივიყვეთ ახლა გოლებს ქრონოლოგიურად, ბარსელონამ გახსნა ანგარიში შეხვედრაში და ნუ ამ მომენტში გამოჩნდა რომ ზოგადად შეუცდომელი არავინ არის ფეხბურთში, იგივე პედრიც შეიძლება შეცდეს და დააღალატოს გუნდი, იგივე მოვიდეს შეიძლება ვიტინიასაც, ამ მომენტში მაგალითად ვიტინია დააპრესინგეს და ჩაიჭრა მისი პასი და შემდეგ გავიდა ეს გოლი, რომელიც იყო ძალიან მაღალ დონეზე გათამაშებული. და აქ თითქოს უმრავლესობამ დავიჯერეთ, რომ აი ბარსა ალბათ გადატეხდა წელში უკვე პარის სენ-ჟერმენს, რამ დანაკლისი და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი გოლი გავიდა, მოკლედ, მაგრამ ამის შემდეგ, ანუ საწყის ნახევარის საათის შემდეგ, ანუ მენდეშმა როგორც დაიწყო წინ ასვლა და რა თამამად მიდიოდა, ნამდვილი ლიდერი იყო, რაც გააკეთა პირველი გოლის დროს, რა პანიკაში ჩააგდო, თამამად ვიტყვი ნახევარი გუნდი ერთმა კაცმა. უბრალოდ კადრს მინდა დააკვირდეთ რა. მეკარიდან იწყება შეტევა და აქ დამნაშავეები ნაწილ-ნაწილ მინდა გამოყო რა. იამალით დაიწყო ყველაფერი. ბარსა თავიდან თითქოს პრესინგს არ თამაშობდა, მაგრამ იამალმა გადაწყვიტა რომ აი ეცეს საჯარიმოსთანვე მიპრესოს და რა თქმა უნდა კუნდემ დაინახა, გუნდელი მარტო არ დატოვა და თავადაც ავიდა პრესინგზე და დარჩა ზონა შემდეგ ავტომატურად კუნდეს უკან დაზღვევა მოუწია გარსიას. და აქ თავარი დამნაშავე არის იამალი, იმიტომ რომ მალევე გაჩერდა რა ტიპმა პრესინგი თვითონ დაიწყო და მე მიანება თავი რა შეეშვა და ამჯერად ანუ მარტივი კედლით მენდეში ძრება ორ კაცში ამ სივრცეს იყენებს იქ გარსია ამოსული არის იქაც ზონა დარჩა ავტომატურად ყველაფერი ჯაჭვურჯაქსია ოლმო მეორე დამნაშავე რომელიც ასევე თითქოს პრესინგზე გადადის ცენტრიდან და ეგეც ჩერდება და ისე თავისთვის მიდი რა მისეინობს ამ ორი კაცის ინერტულობამ ნუნო მენდეშს საშუალება მისცა რომ მეტოქის ნახევარი, ანუ საჯარიმომდე თავისუფლად გაევლო დრიბლინგით. და შემდეგ რა ხდება? 4-1-ზეა ტიპი, ანუ უკვე მარწუხებში ყავთ მოქცეული. ანუ გაჩერებულია რა, აქ თვითონაც შეანელა ხდება რომ გურს დაკარგავს და უკან ზონა რჩება, ანუ არ უნდა გარისკოს და წინ მაილუ იხსნება და უკეთებს პასს და თვითონ ცენტრში შერბის, ანუ გონია რომ ის დაუბრუნებს რა და ძალიან დიდ შეცდომას უშვებს კუბარსი რომ ესეთ სარისკო ვარდნას აკეთებს. საერთოდ არ იყო აქ თავგანწირული რაღაცა მალდინის ვარდნა გასაკეთებელი. ჩვეულებრივად კართან უფრო ახლოს იყო ის და მარტინი და უნდა დაეცვა ეს დისტანცია. და რა თქმა უნდა, მაილუ ან უკან დააბრუნებდა პასს, ან რაღაცა ფლანგისკენ წაიღდა. საერთოდ არ იყო აქ ისეთი სახიფათო მომენტი, რაც საბოლოოდ მოხდა რა, გავიდა გოლი. ანუ ესეთ შეცდომებს ბარსელონას ცველები, ცენტრალური ცველები თითქმის ყველა სეზონში უშვებენ ჩემპიონთა ლიგის რთულ შეხვედრებში. აქ იმიტომ გაჩვენეთ ეს დეტალურად ეს მომენტი, რომ ბევრი დამნაშავე იყო ამ მომენტში, ანუ იქ იამალის ბრალეულობაც იყო, ოლმოსი, შემდეგ კუბარსის ბრალეულობა გამოიკვეთა. მოკლედ, ანუ ამ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ გუნდურად თავდაცვის დროს აქაც ძალიან დიდი ჩავარდნა აქვს ბარსას, რასაც ვერ ვიტყვით პარის სენ-ჟერმენზე, კოლოსალური უპირატესობა აქვს PSG-ს და უმაღლეს დონეზე იყვნენ ამ ასპექტში თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. მორიგი კადრი მინდა ეხა განახოთ ნუნო მენდეშის გაძევება არ გაძევების ეპიზოდი. ამაზე მithმა იყო რა თქმა უნდა და ასე შემდეგ და ნუ მოკლედ გაჩვენებთ ეხა რა და როგორ იყო ყველაფერი. იამალმა მატჩი რო დაიწყო, ანუ თავიდანვე ხო იცი როგორი ნაგლი ბავშვი არის და სოციალური ქსელებიდანვე ძაბავს ეგრევე და ასე შემდეგ რა და შური გვაქვს აძიებელი და სისხლი გვაქვს ასაღები და რაღაცა და ასე შემდეგ. ნუ მენდეშმა იქ პორტუგალია ესპანეთზე ჯიბეში რო ჩაისვა იამალი ეგ წარედ ახსოვს და უნდოდა რომ შური ეძია. თავიდანვე ეხა მაგან მინდა გაჩვენოთ როგორ დაიწყო იამალმა თამაში პირველი წუთებიდანვე. თავიდან ერთი ერთზე მეორე არის მენდეში და აი ესე საოცარი ფინტი, ალბათ ყველამ ნახეთ, პირველ მეორე წუთზე იყო, ზიდანის ფინტი, შემდეგ ანუ ორჯერ გაცდა მენდეშს, ლამის საგოლე პასი გააკეთა, ანუ ძალიან მაგრა დაიწყო თამაში. და მიზანში ყავდა ნუნო მენდეში ამოღებული რა. პირველი ყვითელი ბარათი აქ პასი ჩაუჭრა მენდეშს, გაასწრო და კონჩეტევაზე წააქცია მენდეშმა, დამსახურებული ყვითელი მიიღო. მეორე მომენტი, ნახეთ, პოზიცია ზუსტად იგივე არის. მარჯვენა აუტის ხაზთან. აქ მენდეში ისევ ვერაჩერებს და მაისურზე ეკიდება და ნუ გაუტარა მსაჯმა, ყვითელი ქონდა და მივადექით მეორე ტაიმს უკვე. ჯარიმის მომენტი.
მარჯვენა ფლანგიდან, აი მესის სტილში, ესე და რობენის სტილში შემოტეხა იამალმა და ორთაშუა, გაძვრა ძალიან სახიფათო. აქ იამალი როცა გადის, 99% შემთხვევაში ძალიან მწვავე მომენტი იქნება. ან ურტყამს, ან ისეთ პასს აკეთებს, რომ რაღაცა ხდება. და აქ ისევ მენდეში წააქცია, რუისთან ერთად იყო ეს დარღვევა, კი ბატონო, რუისიც ზემოქმედებდა იამალზე, მაგრამ გამეორებაზე აქ ჩანს, რომ მენდეშმა პირველმა ჩაარტყა იამალს და მთელი კორპუსით, ასე ვთქვათ, ჩაცელა რა. ჩვეულებრივად კაჩავდა ეს მომენტი ყვითელზე და მაიკლ ოლივერს იდეაში მეორე ყვითელი რომენსა და რო გაეგდოთ, მეორე დღეს ამ კარიერას არავინ არ დაუსრულებდა ეხა იდეაში რა. თან პირიქით ერთი ჯარიმა გატარებული ქონდა, მაგრამ ეს არის ჯგუფური ეტაპის მატჩი, ერთიდერთი იყო ანგარიში, მეორე ტაიმი ახალდაწყებული იყო და ასეთ მომენტებთან იქ მცირეზე გავლენას მაინც რუისი ახდენდა და არ გააქვს სადღაც 50-50-ზე, 60-40-ზე რაღაც ეგეთი ეპიზოდი იყო რა. რო გაეგდო, რო არ გააგდო, ამით ქვეყანა არ დანგრეულა. გაცილებით მეტი შეცდომა, უხეში შეცდომები დაუშვიათ საჯებს. თქვენი აზრი მაინტერესებთ, ამ მომენტზე რას ვფიქრობთ, დეტალურად განახეთ ყველაფერი, ქრონოლოგიურად და დაწერეთ კომენტარები აუცილებლად იყო აქ გასაგდები მენდეში თუ არ იყო. რა თქმა უნდა, ვიდეოც უეჭველი უნდა დაალაიქოთ. ეხლა მინდა განახოთ რამხელა სხვაობა არის პარის სენ-ჟერმენის პრესინგსა და ბარსელონას პრესინგს შორის ამ ეტაპზე. შარშანდელი ბარსელონას აჩრდილი არის ეს რაც ვნახეთ. შარშან რა გიჟურ პრესინგს თამაშობდნენ გახსოვთ და ეხლა დააკვირდით 7 კასიანი პრესინგია და 2 პასში ამოდის პარის სენ-ჟერმენი, ანუ 2 პასში. ბარსელონაშია თამაში, გიჟივით ეცა ბარსელონა, ერთ-ერთი არის ანგარიში და რავი, რამხელა დანაკლისი აქვს, ეგეც ვახსენეთ და ნახეთ რა უკნა და მესამე პასი რო გაკეთდა უკვე საჯარიმოსთან იყვნენ ბარკოლა სახიფათო მომენტი შეუქმნეს უკვე ლამის. აქ ნათლად ჩანს ვერ დარბოდნენ იმდენს ფლიკმა რას თქვა მატჩის შემდეგ და ფიზიკურად ისეთ კონდიციებში არ არიან, რა დონეზეც პარის სენ-ჟერმენი იმყოფება და რაც არ უნდა ფერმერთა ლიგა ვეძახოთ, ლიგა 1-ს და რეალურად მართლა დაბალი დონის ჩემპიონატი არის ესპანეთთან და ინგლისთან შედარებით და იტალიასთანაც. რო უყურებ ხოლმე ფრანგული გუნდების მატჩებს, კატასტროფა ფეხბურთს თამაშობენ, ანუ ძალიან ქვემოთ არიან 60 გუნდს თუ არ ჩავთვლით რა. მაგრამ ფაქტია, რომ პარის სენ-ჟერმენში ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე, ფიზმომზადება აქვს პრემიერ ლიგის ყველა გუნდზე უკეთესი და რა გასაკვირია, რომ ბარსასაც აჯობეს ამ ასპექტში. და მორიგი კადრი იამალმა თავისი გარეთ ერფით მე რამდენი პასი გააკეთა უკვე ვინ მოსთვლის, ამ შეხვედრაშიც 3ჯერ მინიმუმ გააკეთა რაც დავთვალე და მორიგი სუპერ პასი იყო. ფერანმა აქ გაუკეთა გადაცემა რაშფორდს, ზაბარნის ბრწყინვალე თამაში ჩაჭრა და ჩემი ნელ-ნელა საძულველი ფეხბურთელი ხდება დანი ოლმო. ბარსელონურ კარიერაში უკვე მე რამდენად ვინ მოსთვლის ერთ ვიდეოში მე არ დამეზარება და ამოვჭრით ამ კადრებს. აი ესეთ სიტუაციიდან ნახევრად სარეალ კარში დაახლოებით 5ჯერ თუ 6ჯერ გააფუჭა უკვე ოლმომ რა. ვერ გაიტანა, აქ ცოტა მაღლა უნდა დაერტყა და კუთხე არასწორად შეარჩია და რავი რა გითხრათ. მაგრამ ამას მინდა დააკვირდეთ ახლა მეორე ნაწილს რა. გამოვარდნილ ბურთზე იამალთან მივიდა აქ სტოპ კადრი და აქ რავი რატო ითამაშა ესე ეგოისტურად იამალმა ფლიკმა სხვათა შორის ესეც აღნიშნა წინა მატჩებში ამ სეზონის სტარტზე რომ გუნდური თამაში დავკარგეთო და ამას არ დაუშვებო მეო რა. სამუშაოობთ კიდე როგორც ჩანს. მარტივად აქ ფეხი რომ მიერტყა, აქეთ ოლმო და რაშფორდი იდგა კიდე მარტო. პანიკა იყო PSG ზაცვაში რა. და დიდი შანსი იყო რომ გასულიყო ისევ გოლი, ანუ მეორე ფაზა იყო ამ შეტევის. რატოღაც თავის თავზე აიღო და დააყოვნა დარტყმა და ჩაუჭრეს შემდეგ. ანუ ეს მომენტიც ბარსამ ვერ გამოიყენა. რას მინდა დააკვირდეთ რა, გუნდმა სულდად ითამაშა თან მატჩი ჩააგდო. იამალსაც არ ქონია კაი შეხვედრა და ტიპს ისეთი ტალანტი აქვს რომ 3 ისეთი პასი გააკეთა რომ თამაშს ამთავრებდა, მაინც შეიძლება რომ მოიგოთ. და საკმაოდ ისეთი საშუალო დონის მატჩი ჰქონდა იამარს თავისი მოლოდინები და თამასიდან გამომდინარე, რაც მან დააწესა რა, შეგვიძლია ესე ვთქვათ. ანუ ბოლო გოლამდე მივედით. ბალდეს დაბრუნებას ბარსას ფანები მეც პირადად ველოდი თელი თვე, მეტი მე მგონი დაბრუნდა ეს კაცი როგორც იქნა, მაგრამ სოსიედადთან როცა არ ათამაშა ბალდე ფლიკმა, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პარის სენ-ჟერმენთან დროს არ მისცემდა, იმიტომ რომ ამხელა გამოტოვება როცა აქვს ფეხბურთელს და დიდი მატჩის წინ შენ განაცხადშიც არ შეგყავს და რაღაცა 20 წუთსაც არ აძლევ რომ ცოტა მოითელოს. არ ველოდი რა, ანუ შევიდა და მოდებაში არ იყო ტიპი საერთოდ სად იყო. სად შევიდა რა უნდა და დააკვირდით რა გააკეთა ამ მომენტში, ვის იყვანს აქცენტს შევიდა, საქმენ ზონაში. სადაც გადავსებულია ბარსელონას ფეხბურთელებით იქაურობა.
და მე უიო თავში მოვიტყა ხელი შემოbrunდა და მე გაახსენდა იქეთ ჰაკიმი რო ყავდა ფლანგზე ასაყვანი. რა მაგარი კადრია პროსტა შეხედეთ რა. და ვაიმეო და გაეკიდა და მე ჰაკიმის ეხა რო ფორას მიცემ დიბოდიში, მაგრამ მე რობერტო კარლოსის ალბათ ვეღარ ჩაასწრებდა აქ და გადის გოლი, რომელიც რავი თამაშგარე იყო იცახია, მაგრამ მე თამაშგარის აქ ვერაფერი ვერ დავინახე. ანუ დამსახურებულად წააგო ჯამში ბარსელონამ ეს მატჩი. ყველაფრიდან გამომდინარე, კარგი იყო რომ პარი სენ-ჟერმენმა მოიგო დაიმსახურეს ამ ბავშვებით ენრიკემ იმდენი იშრომა და ისეთი ტაქტიკური პენლები დაურტყა ფლიქს, რომ ნუ ესეთი გუნდები ესეთ მატჩებს უნდა იგებდნენ. ფეხბურთისთვის არის კარგი ეს პირველ რიგში. თქვენ რას ფიქრობთ ჯამში მაინტერესებს თქვენი აზრი ბარსელონასთან დაკავშირებით რატო წააგო? რა იყო მთავარი შეცდომა გუნდის და ეთანხმებით თუ არა ფლიკის გამოთქმულ აზრს პრესკონფერენციაზე, რომ ჯერ საერთოდ არ ვარ PSG-ს დონეზეო რა, ფიზიკურადაც და ისედაც. საერთოდ სხვა ლეველზე, სხვა სიმაღლეზე დგან, ანუ პარიზელებიო. ამაზე კომენტარები დაწერეთ თქვენი აზრით. სანამ მადრიდულ დერბიზე გადავალთ საოცარ თამაშზე, იქამდე შეგახსენეთ ორი წამის საქმეს, აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ Crystal Sports-ის YouTube არხი და დაფიქსირდით კომენტარებში თქვენი მოსაზრებები ძალიან საინტერესო მოსასმენია და გულს ნუმტკენთ 63% უყურებს არხის გამოწერის გარეშე ცოცხლიანის ვიდეოებს და გთხოვთ რომ დააფასოთ ჩვენი გუნდის შრომა. ახლა გადავიდეთ საოცარ დაპირისპირებაზე, მე პირადად, იმიტომ არა ეხლა რომ ბარსელონას კომაგი ვარ და რეალის დამარცხება გულზე მალამოდმედება ხოლმე და ასევე არიან რეალის კომაგები ბარსას მარცხზე, საერთოდ სხვა ამბავი მოხდა აქ. დიდად სიმპათიებით და კომაგომით არ გამოვირჩევი სიმეონეს ფეხბურთისადმი რა. არა ვარ ეგეთ სტილის მოყვარული. ამ შემთხვევაში რაც ჩოლომ გააკეთა, ანუ თავის თავს არ გავდა. ეს კაცი ყოველთვის ზედმეტ პრაგმატიზმით და გაუბედაობით გამოირჩეოდა და ბევრჯერ წაუღია ამის გამო და ამჯერად რაც ვნახეთ, ტაქტიკური ნამდვილი მასტერკლასი იყო, როგორც ჩანს, იმუშავა სიმეონემ თავის თავზე. 4-4-2-ზე გადავიდნენ ამ სეზონში, გამოკვეთილად ჯულიანო სიმეონე უკვე ყავს ორი სეზონია, ნიკო გონსალესი დაიმატეს იუვენტუსიდან, მეორე არგენტინელი გარემარბიდან, ნუ გამოკვეთილი ფლანგებით თამაშობდნენ. ადრე იყო ყალბი 4-4-2, ორივე ფლანგის ნახევარმცველი თუ ორივე არა მინიმუმ ერთი იყო ცენტრალური და უბრალოდ მოცემულობა იყო რომ ვითო ფლანგზე იდგა, მაგრამ ვერ უტევდა ფლანგიდან. ამჯერად აი ფერგიუსონისებრი ძველებური კლასიკური 4-4-2 შემოგთავაზა და ყველა ამას ელოდა რა, ნუ იდეაში ჩაბი ალონსოც, მაგრამ როდესაც რეალი უტევდა სიმეონეს ტაქტიკა 5-3-2-ად ფორმირდებოდა წამებში და ძალიან მაგრად იცავდნენ თავს. და ამისთვის რეალი როგორც ჩანს მზად არ აღმოჩნდა. ამაში მთავარი შემსრულებლები იყვნენ ჯულიანო სიმეონე, მარკოს ლორენტე და ნიკო გონსალესი. ამ სამმა ფეხბურთელმა მინიმუმ 2-3 პოზიციაზე ითამაშა მთელი მატჩი. და ეს იყო თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი სახე, ანუ როგორ უნდა თამაშობდეს 2025 წელს ფეხბურთელი რა. რა დონეზეა ტაქტიკური მოთხოვნები გაზრდილი. როგორც კი მადრიდის რეალი ამ შეხვედრაში დააპირებდა თავისი საყვარელი მანევრის შესრულებას, ანუ მბაპე ცენტრიდან ოდნავ გადადიოდა მარცხნივ მინისიუსის სივრცეში და ეს ორი ქარიშხალა ფეხბურთელი რო დაიძრება აქედან ძალიან ძნელი გასაჩერებელია, მაგრამ 5-3-2-ზე წეგან გითხარით, სიმეონე ეგრევე მარჯვენა ვინგბექის პოზიციაზე იწევდა და ლორენტესთან ერთად ქმნიდა ძალიან ხისტ და სწრაფ დუეტს, რომელიც მარწუხებში აქცევდა მბაპე ვინისიუსის დუეტს და რავი, ძალიან მარტივად აიძულებდნენ ცენტრისკენ რომ გადასულიყო თამაში იქაც მარწუხები, შემდეგ ხედავთ პრესინგზე წამებში რა მარტივად ამოდიან. როგორ უცებ ახერხებენ და ეს ორფორვარდიანი სქემა რამდენად მოსახერხებელია სიმეონესთვის სორლოტი და ხულიან ალვარესი უბრალოდ დიდებულად ასრულებდნენ წვრთნელის დავალებებს. ამ ასპექტში ატლეტიკომ რეალს არ ვიცი 10-0 მოუგო. ორივე გუნდი ცდილობდა რომ პრესინგისთვის თავი დაეღწია ფლანგიდან ბურთის ამოტანით და აქ განსხვავება რაშია. უკეთესად ითამაშა ფლანგებზე და უფრო შესაბამის ფეხბურთელები ყავდა ატლეტიკოს. რეალის ყველა მცდელობა 90% აი ასე სრულდებოდა. რიცხობრივად უმცირესობაში ჩებოდნენ როგორღაც სიმეონემ ისე გადაგეგმა თამაში და ანუ მარტივად ართმევდნენ ბურთს. საპირისპიროდ ატლეტიკო ამას რო დააპირებდა, აი ესეთ კონტრ-იერიშებს თავაზობდა რეალს და ესე კვენდა, ანუ ურტყამდა მაგრად მტკივნეულ ადგილებში რა. და გარდა ამისა, მთავარი პრობლემა რაშია, ჩემი აზრით, ცოცხლიანის ძველ ვიდეოებშიც მიხსენებია ეს მოდრიჩის და კროსის წასვლის შემდეგ არასწორად გადაიგეგმა რეალი რა. ფედე ვალვერდეს თავისი როლი box to box რაშიც არის, ჩემი აზრით, სოფლიოში საუკეთესო, ჩამოერთვა და 8 ნომრად შეწიეს ცენტრში, ანუ კროსობა დაევალა და 8 ნომერით ჩააცვეს და ნუ ვერ თამაშობს ეს კაცი კროსია, ვალვერდია რა და კროსი ვერ იქნება. ანუ ჩუამენი
ვალვერდეს დუეტმა აი ასე ამოიტანა თითქმის ყოველ ჯერზე ბურთი, როდესაც ატლეტიკო ცენტრში აპრესინგებდა და დააკვირდით უბრალოდ რა შეცდომა მადრიდის რეალზე საუბრობთ, ჩვენ ეს არ არის გრანადა ან ოსასუნა. მაგრამ აუტზე გადაუვარდათ ბურთი საბოლოოდ, აი ასე თავდებოდა, გაუცებული ვიყავი უბრალოდ რომ უყურებდი ამას. ჯუდ ბელინგემი პლუს რომელსაც ჰქონდა ღვთაებრივი სეზონი პირველი რეალში, ლამის ოქროს ბურთი მოიგო, გვახსოვს და იმ სეზონში იყო კროსი ძირითადში, ნუ კროსი წავიდა, ბელინგემს დაევალა უფრო მეტად ბურთის ამოტანაც, ცოტა უფრო სიღრმეში უკან დახევა და ვერ ირგებს ამ როლს რა. დღეს თუ გინდა რა 10 ნომერი იყო, კი ბატონო, იყავი, ითამაში 10-იანზე, მაგრამ ანუ ძველი 10-იანი ვერ იქნები რა, ზიდანი და რუიკოში და დღეს ვერ იქნები, ვერც რიკელმე. უკანაც უნდა ირბინო და შავის სამუშაოც შეასრულო. რასაც ჯერჯერობით ისევე როგორც ოლმოს შემთხვევაში ბელინგემიც ვერ თამაშობს, უკვე მეორე სეზონია. და მომდევნო შეხვედრაში სებალიოს ძირითადში შემთხვევით არ დაუწყია. ჩაბი ალონსომ პრობლემა დაინახა და ეგრევე რეაგირება მოახდინა. ანუ თვითონაც უკვე ხედავს ამ პოზიციაზე რა პრობლემა არის რა. იქ გიულერის ცენტრში შემოწევა და გაათიანებაც ვერ აღმოფხრის იმას, რომ კაზემირო კროსის დუეტი დაეშალათ ამათ და მოდრიჩს საერთოდ აღარაფერს აღარ ვეტყვი. 40 წლის კაცი მილანში გადავიდა სერია საუკეთესო ფეხბურთელი არის, მეგონი ამჟამად. გონი ეგრე არის, არ ვიცი, მორჩება სეზონი და ვნახოთ. მარცხენა მცველი რეალის სახელმწიფოელი კარიერასი, რომელსაც ძალიან კარგად დაიწყო, მესამე ცენტრალური მცველის როლსაც იდგებს ძალიან ხშირად, როცა ეს გუნდს ჭირდება. მოკლედ, ჭკვიანი ფეხბურთელია, საყრდენზეც შედის, შეტევაში ძალიან მაგარია, ახალგაზრდა, გამოსადეგი, მაგარი, აი, დასამუშავებელი ის არის რა, დაუმუშავებელი ალმასია რა, ჩაბი ალონსოს ხელში. მაგრამ ზეწოლის და მაღალი პრესინგის ქვეშ, ანუ სიმეონეს გუნდთან ისიც გატყდა და აქაც ხედავთ პრესინგის დროს რა დაემართა. ანუ ფლანგები როგორ შეაცვლევინა ატლეტიკომ რეალს, ჯერ იქედან დააპრესინგეს, წამოვიდა მარცხნივ მე რეალის იერიში და წამებში უნდა გადაეთამაშებინა ბურთი რეალს ისევ მარჯვნივ. და აი აქ დაიბნა. კარიერას და ეს მარტო მის ბრალი არ არის. ანუ ბელინგემმა და ვინისიუსმა და სხვებმა დააგვიანეს უკან ჩამოსვლა და ანუ ბურთის გამორთმევა რომ აეტანათ რა, აქ ჩანს რომ გუნდურობა ამაში ირღვევა რეალის, ანუ ბურთის ატანად მაგრად უჭირს ნახევარმცველებს და გარემარბებიც აგვიანებენ და აქ წამით რომ დაიბნა კარიერასი, უკან პასი ჩაჭრა და აქ კინაღამ გოლი გაუშვეს. ესეთი ეპიზოდები მრავლად იყო ამ შეხვედრაში და ამაზე სამუშაო აქვს ჩაბი ალონსოს და მე არ გამორიცხავ რომ რადიკალური ნაბიჯებიც გადადგას ჩაბიმ უახლოეს შეხვედრებში. ნუ რეალის გოლი უნდა განახოთ ეხლა ყველა ვარიანტში, ბაპემ თავიდან ბოლომდე თვითონ შექმნა აქ გიულერის პასი დასაფასებელია, მაგრამ ასეთ გოლებში ხშირად სხვა გუნდელები რაღაც მანევრებს აკეთებენ, ჩარბენებს და ასე მცველების ამოტყუება და ასე შემდეგ, მაგრამ სრულიად მარტოა აქ ბაპე, ლენგლი ამოწია, გლენორმანსაც რამდენიმე არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინა, სივრცე თავად შეიქმნა, მერე ქარიშხალებით შეიჭრა და გაიტანა. ეს კაცი არის საოცარ ფორმაში წელს, ჯადოსნურად თამაშობს, მაგრამ რასაც უყურებ, როგორც რონალდინიოზე ამბობდნენ ადრე, one man show, ერთი კაცის წარმოდგენა არის რა. დიდად ვერ ვიტყვი, რომ გუნდელები რაღაცა კოლოსალურ დახმარებას უწევენო სტატისტიკას ამაზე მეტყველებს და ბაპე ესე მარტო სანამდე გაკაჩავს არ ვიცი. ატლეტიკოსთან არ იყო. მარტო ბაპეს თამაში. ნახოთ სხვაგან რა მოხდება. წეგან ნიკო გონსალესი ვახსენეთ, ფეხბურთელი, რომლისგანაც ბევრი გულშემატკივარი დიდს არაფერს არ ელოდა, იმიტომ რომ არც ფიორენტინაში, იუვენტუსში გადავიდა, მე არგენტინის ნაკრებში, ანუ დიდად არ ბრწყინავდა. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ტოპ დონეზე ესე ტაქტიკურად განსწავლულად არასდროს გამოუჩენია თავი, მაგრამ ამ შეხვედრაში გითხარით, რომ მარცხენა გარემარბად დაიწყო თამაში. მაგრამ ცენტრში შემოწევის დროს ნახეთ, უბრალოდ ბურთის ამოტანაშიც რამხელა როლს ასრულებდა, როგორ უჭრიდა რეალს ცენტრს. კოლოსალური სამუშაო გასწია და მეორე ტაიმშიც აქ მანევრი სორლოტის და ალვარესის მიერ ამოტყუებული მცველები, გათავისუფლებული სივრცე და აქაც როგორ შეიპარა. ეს არის ვარჯიშებზე დამუშავებული სქემა. ანუ ეს შემთხვევით არ მოხდარა. ესე ატლეტიკო არ თამაშობდა ადრე და ფეხბურთელებს არ მოუგონიათ. ეგ არის სიმეონეს ნამუშევარი. აქ უბრალოდ დასაფასებელი არის ასენსიოს ქმედება, იმიტომ რომ 10-დან ალბათ 8 მცველი სადღაც მინიმუმ ნაბიჯს გადადგამდა სორლოტისკენ, რომელსაც ძალიან მატყუარა მანევრი შეასრულა და გავიდოდა გოლი აქ, ან 1-1 რჩებოდა რა. ხულიენ ალვარესი არის ჯადოსნურ ფორმაში და თუ ატლეტიკო ბოლომდე წავა და რაიმე ტიტულს წაეთამაშება, აი საოქროს ბურთე სეზონი აქვს მბაპესაც, ჰარი კეინსაც და ალვარესაც წელს, ანუ ამ სამეულმა რაღაცა არაამქვეყნიურად დაიწყეს წლევანდელი სეზონი. ორი წამის საქმე ისევ დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, დატოვეთ კომენტარები, ლაიქს პლუს კომენტარი, ასე მუშაობს YouTube-ის ალგორითმი, მოკლედ თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს ისევ და ისევ.
არხის გამოწერად რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ. მივადექით ჟორჟ მიქაუტაძეს მეფე ჟორჟი, რომელიც თავის სამეფო ტახტთან ერთად ესპანეთში გადაბრძანდა და უკვე ლა ლიგაში და არა მარტო ლა ლიგაში თავის კვალს ტოვებს პირველი ჩემპიონთა ლიგური გოლი გაიტანა მიქაუტაძემ. თან ძალიან ეს არ იყო ჩვეულებრივი გოლი. უბრალოდ დამატებაზე არ შეუგდია. ძალიან მაგარი მატჩი ვიხილეთ, დინამიური, ბევრი მომენტით, ბევრი შეცდომით. ზოგადად ვილიარეალის საშინაო თამაშები არის ნამდვილი ცეცხლი, კორიდორი, ესპანური შეგვიძლია ვთქვათ. ამ გუნდით ყოველთვის ვიღებდი სიამოვნებას ჯერ კიდევ რიკელმე ფორლანის პერიოდიდან. ძალიან მაგარი გუნდი ყავდა იქ, თაბერ პირესის დაემატა და მოკლედ სერიოზული გუნდი იყო. ნილმარის და ჯუზეპე როსის ვილიარეალიც ძალიან კაი გუნდი იყო. უნაი ემერის ვილიარეალიც ძალიან მაგარი იყო, რომელსაც ევროპა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეც გაიწია. მოკლედ, ვილიარეალი კაი გუნდია. გადავიდოთ ახლა იუვენტუსთან თამაშზე და რა პირველი კადრი ეს მინდა განახოთ. ზოგადად ჩემი აზრი მინდა თქვა, რომ ეს არის 11 მეტრიანი. აქ პეპე წააქციეს და მე ესე უყურებ წესებში. გასაგებია რომ რაღაცები წერია, საჯს აქვს სუბიექტურობის უფლება და რაღაც თავისუფლად გადაწყვიტოს, მაგრამ მოდი ის საჯიც და რომელი თქვენგანიც არ დამეთანხმება სიტყვაზე დაწერეთ კომენტარებში, ამ სისწრაფეზე გაიქცეს ესე და მე კრავ ხელს ესე უბიძგებ. და აბა თუ შეიკავებს რომელიმე თქვენგანი თავს თუ შეიკავეთ ანის საჯი და თუ არ დაეცემა ძალიან მაინტერესებს რა. ესეთ ეპიზოდებში, ნუ ზოგი ნიშნავს, მაგრამ უმრავლესობა პენალტს არ ნიშნავს და რა არის ეს არ ვიცი. რაუ პენალტია ეს. უბრალოდ ვერ დაეწია იუეს ცველი და წააქცია. დაწერეთ კომენტარები რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, თქვენი აზრი მაგრად მაინტერესებს. მიქაუტაძის გოლზე გადავიდეთ, ეხლა უცებ და აქ დასაკვირვებელი არის პარეხოს როლი. პარეხო დაბერდა, ანუ ასაკშია, ვეღარ ქაჩავს 90 წუთს შენელდა და ზოგადად ამ პოზიციაზე აქვს პრობლემა ვილიარეალს, იმიტომ რომ 4-4-2-ის მოყვარული გუნდია და 4-3-3-ს თამაშობენ იშვიათად. სჭირდებათ კრეატიული, აი კიტეიშვილის ტიპაჟი რა, აი მოდრიჩი რასაც თამაშობს, საქართველოს ნაკრებში კიტე რასაც თამაშობს, თან სტაგდენის რო ხარ და თან ბურთის ამომტანი ტიპიც რო ხარ რა. რავი, ეყიდაც კიტეიშვილი აგერ არის და არც ისე ძვირი ღირს. რატო ვერ დაინახეს ეს ფეხბურთელი არ ვიცი, თან იდეალურად მოუხდებოდა ამ ვილიარეალს კიტე. ანუ ერთ-ერთი კრეატორი არის ცენტრში პარეხო და ჟორჟის საოცარი მანევრი იყო აქ რკალისებრი რეიდი განახორციელა შემორბენი. როგორც კი გრძნო მომენტი ეგრევე ეს მანევრი შეასრულა, სიღრმეში იყო ჩაწეული, შეირბინა ორთაშუა ცველებში, პარეხომ პასი არ დაუგვიანა და რასის სტრაფეზე მოწყდა უბრალოდ ხარიშხალივით გავარდა. აქ ცოტათი წაურტყეს ფეხი, ალბათ ცოტა იქ ჯარიმაც იყო და შემდეგ პეპესთან მივიდა ბურთი და როგორც წამებში წამოდგა. არ ვიცი, რავი, ქართული ფეხბურთელისგან მე ეგეთი წამოდგომა არ მინახავს ეგეთ სიტუაციებში. ნამდვილად არ მახსენდება და გაიტანა გოლი. დიდებული იყო ეს გოლი მჯიბთლიანობაში. არაფერი დაეწუნებოდა, არც პასი, არც ტემპი, არც თამაშის წაკითხვა და მეფე ჟორჟი უკვე ლასერამიკაზე ყველას უყვარს. ვილიარეალში ახალი მეფეა. ვილიარეალის ხელწერა ზოგადად არის კონტრიერიშევსი, ასე ფეთქებადი ამოსვლები, ხედავთ კადრებში ყველაფერს. სულ რაღაც 14 წამიან ინტერვალში სრული თავდაცვის დროს 11 კაცი საკუთარ საჯადიმოსთან იყო და 14 წამში ასე ავიდნენ და კინაღამ გაიტანეს, გძელს მოხვდა ბურთი. ეს უყვარს ვილიარეალს უკვე 20 წელია თითქმის ესე თამაშობენ რა. და ნუ 53 წუთზე გარდამტეხი მომენტი იყო შეხვედრის, აქ 2-0 უნდა გაგვთარიყო. მიქაუტაძეზე რო გაეკეთებინა გეიეს პასი და რატომ არ მისცა აქ მიქაუტაძეს და უკანაძელთან რატო გააკეთა პასი არ ვიცი. ჯერჯერობით კიდე 100%-ით ჟორჟს ვერ იცნობენ ვინ არის და რას წარმოადგენს. თორე აქ უდნავი რბილი გადაცემა არავინ უშლიდა ხელს და დიდი შანსი იყო რომ აქ მიქაუტაძეს დუბლი გაეფორმებინა. ნუ ამის შემდეგ უკვე მეორე ტაიმში კონსეისაო შეიყვანა. ტუდორმა მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა, კოპეინერსი არ მოყოფილიყო იმ პოზიციაზე წინაწეული და ნუ კონსეისაომ წალეკა მთელი ვილიარეალი. დაცვაში ფოიტი აკლდათ თავარი მსველი და ნუ მეორე ტაიმში მაგრად გამოიყენა ეგ ფაქტორი იუვენტუსმა და ზოგადად მეკარეების საშველიც პლუს არ არის ამ გუნდში. პირველი მეკარე გვახსოვს რა მოუვიდა ტოტენჰემთან თავის კარში შეიგდო. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება კონსეისაოს გოლზე. კი, პარეხოს შეცდომა გასაგებია აქ რომ ასაკშია და ესეთები მოსდის ხოლმე გავიგეთ, მაგრამ 3-1-ზე იყვნენ და მეკარე გარეთ რატო გამოვიდა, ანუ არნაუტენასი. არ ვიცი აქ ალბათ წვნელი ეტყვის, მაგრამ შუაში ტუკ და შუაში გაუტანა. ანუ აქედან შუაში გოლი არ უნდა გასდიოდეს მაგალი დონის მეკარეს. კარის ხაზზე რო დარჩენილიყო, საკმაოდ იზრდებოდა შანსი რომ ბურთი მოეგერიებინა. ნუ ორივე გოლი შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუვენტუსის ორ გოლში 2/3 წილი მოდის ვილიარეალის შეცდომებიდან.
თუ ამას დახვეწენ და ტრავმირებული ფეხბურთელებს დაბრუნდება, ასევე მანორ სოლომონიც არისო, ახალი ლეგიონერი, იგეც მაგრად აკლდა ვილიარეალს, თორე სავსებით შეეძლოთ, რომ ეს მატჩი თავისუფლად მოიგოთ. საინტერესო გუნდია უქმეებზე რეალთან ელით ურთულესი გასვლა და დაგიანონსებთ, რომ ვილიარეალზე და მიხაუტაძეზე სოლო ვიდეო გელოდებათ უახლოეს პერიოდში. დეტალურად გაგაცნობთ ამ გუნდს ისტორიას, აწმყოს, მიხაუტაძის პროგრესს, რას წარმოადგენს ჩვენი ახალი მეფე ჟორჟი და სამომავლოდ ვინ აკვირდება და სად შეიძლება ჩვენმა ბიჭმა ამოყოს თავი ვილიარეალის შემდეგი გაჩერება უკვე გრანდი იქნება ევროპული ტოპ კლუბი. ეს იყო დღევანდელი ნაწილი ტაქტიკური, ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, კომენტარები, რას ფიქრობთ სამივე ნაწილზე, რაში დამეთანხმებით არა საინტერესო ნიუანსები, რამე ხო არ გამოვტოვე, რას ისურვებდით რის ხილვას მსგავს ვიდეოებში, ძალიან ვრცელი ანალიზი იყო დღეს დახუნძლული, ბევრ გუნდს და ფეხბურთელს შევეხე. მოკლედ თქვენს კომენტარებს და თანადგომას ველოდები, 63% ძალიან ბევრია გამოწერის გარეშე უყურებთ და არ ვიცი, თანადგომა თქვენი როგორც დღემდე, როგორც მოვედით ერთად, ასევე უნდა გავაგრძელოთ. და გათამაშებამდე მივედით, რა თქმა უნდა, ჩვენთანაა რეტრო სახლი, ჩვენი პარტნიორი. წესები უმარტივესია, ავდივართ 2000 ლაიქს და ჩაირთვება ეგრევე გათამაშება. თქვენ მხოლოდ უნდა დაალაიქოთ ვიდეო, დაფიქსირდეთ კომენტარებში, დაწერეთ დღევანდელ თემებთან დაკავშირებით, რაც გინდათ და შემდეგ მე ავარჩევ 20 თქვენგანს 20 საინტერესო კომენტარს და მოიგებთ რეტრო სახლის თემისმიერ მაისტროს. რეტრო კლუბი, ნაკრები, ასე შემდეგ. ყველაფერი მარტივად არის. ცოცხლიანიც ასევე მარტივად დაბრუნდება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მაყურებელი მყავს და ესე მანებივრებთ. აბა თუ გამოიცნობთ, შემდეგი რა ვიდეოთი დაბრუნდება ცოცხლიანი, მარტივი განმოსაცნობი არის. ესპანეთის საქართველოს მატჩის პრე-ანალიზით დაგიბრუნდებით. აბა დროებით.